გამარჯობა, ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერში ვიწყებთ ინტერაქტივს. მე ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია ვარ, ყველას მშვიდობიან დღეს გისურვებთ. ამ დროიდან უკვე შეგვიძლია მივიღოთ თქვენი სატელეფონო ზარები ნომერზე 557 98 55. დღეს ძალიან საინტერესო თემა გვექნება, ველოდებით თქვენს ჩართულობას, თქვენს პასუხებს კითხვაზე, რომელიც ასეთნაირია. რა უნდა იყოს ის ოქროს შუალედი, რომლის თანახმადად საქართველოს შეძლებს თავისი თვითმყოფადობის და სუვერენიტეტის შენარჩუნებას, მაგრამ ამავდროულად არ მოხდება ქვეყნის საერთაშორისო იზოლაცია. ვხედავთ დაპირისპირებას საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლეთს შორის, რაც სახეზეა განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში და ამ ყველაფერს თან დაერთო კიდევ ერთი ფაქტი. ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირმა მარკო რუბიომ საქართველოსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე შემდეგი პასუხი გასცა. ჩვენ ამას ასე ვუდგებით, არის თუ არა ჩვენი ეროვნული ინტერესების ფარგლებში, რომ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ რეგიონში ანტიამერიკული მთავრობა მართავდეს ქვეყანას, თუ არა მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობას ფასის გადახდა მოუწიოს. ასეთია ტრამპის მეგობრის თანაგუნდელის სახელმწიფო მდივნის განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით, ის ირიბად მოდით ვთქვათ ასე, საქართველოს მთავრობას ანტიამერიკულად მიიჩნევს და ამბობს, რომ თუ კი გადაწყდება, მაშინ შესაბამისი ფასის გადახდა მოუწევს საქართველოს ხელისუფლებას, ქართულ ოცნებას ამასთან დაკავშირებით და ჯო უილსონის კითხვას სწორედ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მოჰყვა ეს პასუხი და მოდით ახლა ვნახოთ რუბიოს განცხადება უფრო ვრცლად, შემდეგ კი თქვენი ზარების მიღებას დავიწყებთ. თქვენი ხელმძღვანელობით რა გაკეთდა იმისთვის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ხალხის სახელით რეალური ფასი დააკისროს ანტიამერიკულ ქართულ ოცნებას? როგორც ნებისმიერი სხვა საკითხი, დაუბრუნდები იმას, რაც თქვი ჩემს შესავალ განცხადებაში. შეერთებული შტატების მიზანია ჩვენი ეროვნული ინტერესები. ამიტომ ჩვენ შევხედავთ ამას და ვიტყვით, არის თუ არა ჩვენი ეროვნული ინტერესი ანტიამერიკული მთავრობის არსებობა მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში და თუ არა, მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს. ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია. ჩვენ ვეძებთ ვარიანტებს და დამატებით შესაძლებლობებს. დღეს არანაირი განცხადება არ მოქვს კონკრეტულად იმის შესახებ, რის გაკეთებას გეგმავთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც განიხილება და კიდევ ერთხელ ვიტყვი. ეს შესანიშნავი მაგალითია იმის, თუ რატომ მივმართავთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებსა და ჩვენს ადგილობრივ ოფისებს, რომ მოგცენ რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ რა ზომები იქნება ყველაზე ეფექტური, რომელზეც მთავრობა, ანტიამერიკული მთავრობა, ყველაზე მეტად რეაგირებს. ასეთია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადება საქართველოსთან მიმართებაში სპეციალური ფასის გადახდა მოუწევს ანტიამერიკულ მთავრობას ამბობს ის, მაგრამ მე ერთზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, ძალიან ყურადსაღები გზავნილი იყო ტრამპის თანაგუნდელისგან. ჩვენ ვეძებთ ვარიანტებს და დამატებით შესაძლებლობებსო, თქვა მარკო რუბიომ. ანუ ჯერ კიდევ შესაძლებელია ის, რომ დიპლომატიის გზით გამოიძებნოს სპეციალური ვარიანტები იქნება თუ შესაძლებლობები, რომ დაალაგდეს ურთიერთობა ტრამპის გუნდთანაც და დანარჩენ მსოფლიოსთანაც ალბათ. და ამისთვის რა არის თქვენი აზრით საჭირო? რა დონის დიპლომატია უნდა გავატაროთ, რომ ჩვენი თვითმყოფადობა სუვერენიტეტი შევინარჩუნოთ, მაგრამ არც მტრობაში ვიყოთ მსოფლიოს ქვეყნებთან. ეს მხოლოდ შეკითხვაა, შეფასებები კი თქვენი საქმეა, ჩვენს ძვირფას რადიომსმენელს და ტელემაყურებელს მიუმართავ. პირველი ზარია ინტერაქტივში. გამარჯობა, დღემშვიდობისა. გამარჯობა. მოგესალმებით. რა სიკოვენ ჩვენთან რა უნდა? აი რა უნდა შეუსრულოთ ჩვენ? რა უნდა შეუსრულოთ? მაინტერესებს. მე ნაციონალები შეუსრულებენ. სასამართლოები ყოველ დღეს ვიტირე გურანსარაძეზე. დიახ. როგორ მოკლეს. ისიშვილი გადახვეწილია აქიდან. რუსუდან შარაძე დღეს დაიკითხა. გეთანხმებით, მეც უსმენდი ქალბატონ რუსუდან შარაძეს და მძიმე იყო ამის მოსმენა. არა, საქართველოსა რა უნდა? ქალბატონო, იცით რა მინდა გკითხოთ, აი დღეს ასეთი თემა გვაქვს.
რა უნდა იყოს ოქროს შუალედი და დიპლომატია რა სახის უნდა ვაწარმოოთ, რომ ყველასთან, მოსკოვთან, ბრიუსელთან, ვაშინგტონთან კარგი ურთიერთობა გქონდეს, ან ნორმალური ყოველ შემთხვევაში და ამავდროულად ჩვენი დამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ. ოქროს შუალედს რაში ხედავთ? რაში ხედავ და რა დაიწყო ამ თავრობამ ძალიან კარგად იყო და რატომ ომი არ გააჩაღეო და რუსეთთანო რატო ასე გააკეთებოდა ასე წელი საბჭოთა კავშირია ესტონეთი, ლატვა, ლიტვა, მოლდავეთი, უკრაინა ჩვენ უნდა რომ ჩვენთან წავედით ეს ომი. იმიტომ რომ ლატვა, ლიტვა, ესტონეთი არის შუაში ყველანაირად. მაგათი ერთები რა ამბავი არიან? კეთილი, ქალბატონო. კეთილი, კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს, კი, გავიგე. ტრამპი, რომელიც ომის წინააღმდეგია უკრაინაშიც და დანარჩენ მსოფლიოშიც და ტრამპის თანაგუნდელი მარკო რუბიო ამბობს დღეს უკვე, რომ აი საქართველოში არ არის არც თუ ისე სახარბიელო ვითარება, უпроსტოდ არც თუ სახარბიელო ვითარება. ანუ ტრამპიც ომისკენ არის თქვენი აზრით? არა, ომისკენ არ არის, მაგრამ თავის სამშობლოსკენ არის, სამშობლო უყვარს, ვილო. სამშობლო უყვარს და ჩვენ არ გვიყვარს სამშობლო, შვილო, არ გვიყვარს. გაყიდულია ხალხის შუაზე და უჩუტრინია გაი ბოდიშვით ვითხო ამ სიტყვაზე. უნდა შეეცდ ყველა სვიანურად, ყველასთან კარგად უნდა იყვნენ, ყველა მეზობლებთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან, ამერიკა მეზობელი არ არის, მაგრამ რუსეთი პირველი დააგვაჩიო მაგ დაგვიბრუნებს ჩვენი აფხაზეთ და ოსეთ არიქა სიარამგები და მეგობარი კი არ იქნები მოლაპარაკება და მე მიხარია ხელმოწერებია წასული ახლა რა უნდა გავაკეთოთ რუსეთთან მე მოვაწევ პირადად ეს კერა ჩემი მეზობლები მე დასავლეთი დავრეკავ იმერეთიდან მოკითხვა იმერეთს მოკითხვა ჩვენგან დიდი სიყვარულით მადლობა თქვენ საქართველოს ისუვებ კარგად ყოფნას და სულ კარგად ყოფნას ღმერთმა გესმინოთ დიდი მადლობა გიერთდებით ამ სურვილში რომ საქართველოს კარგად ყოფნა უსურვოთ უნდა თქვენ ლიეტუვა ახსენეთ და სხვათა შორის ლიეტუვამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება რომლის თანახმადაც სავიზო რეჟიმი წესდება ოფიციალური პირებისთვის საქართველოს ხელისუფლების და საქმიანი ვიზიტით შემავალი პირებისთვის ლიეტუვაში. ვიცით რომ ლიეტუვა არის ევროკავშირის წევრი, ევროპასთან ჩვენ უვიზო მიმოსვლა გვაქვს, მაგრამ ეს გამონაკლისი ამოქმედდა მთავრობის წარმომადგენლებისთვის. Როგორი დიპლომატია უნდა ვაწარმოოთ ჩვენ იმისთვის რომ ჩვენი სუვერენიტეტი და თვითმყოფადობა შენარჩუნებული გქონდეს, ჩვენი ღირსება შენარჩუნებული გქონდეს, მაგრამ ამავდროულად მტრობაში არ შევიდეთ უცხოეთთან და იზოლაციაში არ მოვექცეთ. აი რა შუალედს ხედავთ თქვენ ჩვენი ძვირფასი მაყურებლები და რადიომსმენელები? ეს კითხვა გვაქვს ინტერაქტივში. გისმენთ, გამარჯობა. თქვენ ეთერში ხართ, გისმენთ. როდესაც ვიქნებით დამოუკიდებელი, აი მაშინ ავიღებთ მას შვალებს, ოქროს შვალებს. როდესაც მოვითხოვებთ თავს, რომ ჩვენ არა ვართ დამოუკიდებელი. დიახ. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. ჩვენ არა ვართ დღეს რეალურად დამოუკიდებელიო ბრძანა ქალბატონმა და არის ამაში დიდწილად სიმართლე 557 88 55 ჩვენ ვართ პირდაპირ ეთერში და გისმენთ თქვენ. გამარჯობა. დაიწყეთ საუბარი. გამარჯობათ, მოგესალმებით. გამარჯობა. და ძალიან გულის ტკივილი სხვათა შორის. იმიტომ რომ რასაც ახლა მე ვხედავ, ჩვენ ვერანაირ ოქროს შუალედს ვერ გამოვნახავთ და რატომ? რატომ? დიახ. სანამ ეს რადიკალი ჩვენი ოპოზიცია, თქვენ ამყავთ, თქვენ ხარ კონსტრუქციული ოპოზიცია, მაგრამ აი რადიკალი ოპოზიცია არ დაანებებს თავს სირგილს და იმ საშინელი ამბების ჩატანას, გინდათ ევროპაში, გინდათ ამერიკაში, ჩვენსკენ არავინ არ მობრუნდება. მაგათ მოსყიდული ყავთ მთელი სენატორები, მოსყიდული ყავთ ევროპარლამენტარები და რაც უნდა იმას აკეთებინებენ. ისეთი ამბები ჩაქვთ, ტყუილი თუ მართალი, რომ ამის შემდეგ არც ტრამპი გამოიხედავს ჩვენსკენ და არც არავინ. ამიტომ კეთილი ვიდებოთ აი ეს ოპოზიცია შინაური მტრებით.
კი, განაგზეთ და კითხვა მაქვს, რომ დაასრულებთ რაღაც უნდა გკითხოთ. განაგზეთ. კი ბატონო, ოდისგან საქართველოს ამარცხებდა ყოველთვის შინაური მტერი. და აი გზელდება დღესაც ასე. ამიტომ ჩვენ ამ ოპოზიციას უნდა მოუხერხოთ რამე, რომლებიც აი ასე წყვილ მართლით ვიტეხავენ სახელს და შემდეგ შეგვიძლია რაღაცას მივახციოთ. აი ახლა ჩემი კითხვა რა მდგომარეობს ქალბატონო, ჩვენ ვსაუბრობთ დიპლომატიურ სფეროზე, რაც ქვეყანას უნდა გააჩნდეს. ქვეყანას უნდა ჰყავდეს ლობისტები საზღვარგარეთ და ვიცით ასეთი ჯგუფები არსებობენ, ფულსაც ხარჯავენ თავრობები იმისთვის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ლობისტები ჰყავდეთ. აი ჩვენი დიპლომატია სუსტი ხომ არ გეჩვენებათ ცოტათი ჩვენი ქვეყნის, რომ ვერ ამტკიცებენ თუნდაც იმას ვერ ამტკიცებენ რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარი კი არა დამნაშავე იყო. დიახ, სხვადასხვა მე მაგაზე ძალიან ხშირად მიფიქრია, რომ აი ჩვენი ხელისუფლებაში არ ყავს ჩვენი ისეთი ხალხი, რომლებიც თავის სიმართლეს დაამტკიცებენ. აი თუნდაც ის ფაქტი, ეხლა რომ ეს პოლიციასთან დაკავშირებით რომ არის მთელი ამბები, რომ აი როსტემდნენ ამ ახალგაზრდებს და რა თქმა უნდა მე ყოველგვარი ძალადობას ვერ მიჯერებ და წინააღმდეგი ვარ ამისი, მაგრამ ასეთი რეაქცია და ასეთი რეზონანსი მე არ მინახავს მაშინ, როდესაც სააკაშვილის დროს არათუ სცემდნენ ქუჩაში კლავდნენ ახალგაზრდებს და ამ ორ სტანდარტებს ვერაფრით ვერ ვეგუები მე. დიახ. დიდი მადლობა. და დიპლომატია, რა თქმა უნდა, დიპლომატია გვჭირდება, ელჩები, ჩვენი ელჩებია დამოკიდებული ბევრი რამე, რომ როდესაც მუშაობენ იმ ქვეყნებში, კეთილინებონ და ცოტა ქვეყნის სასარგებლო საქმე აკეთონ. კარგად გაგებოდეთ. აი როგორი სიმართლე თქვით ახლა თქვენ, ჩვენ გვახსოვს წლების განმავლობაში ჩვენი ელჩების უმოქმედობა, რომლებიც ვერ უხსნიდნენ მსოფლიოს და ვერ არწმუნებდნენ იმაში, რომ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა ეს კრიმინალური და დანაშაულებრივი ძალაა, ეს ობიექტურად უნდა ვთქვათ, ნუ რავინ დამადანაშაულებს ახლა რომ სუბიექტური ვარ. მე ეს კრიმინალური და დამნაშავე ძალაა და მთელს მსოფლიოს უნდა აუხსნას ლობისტურმა ჯგუფებმა იქნება საგარეო საქმეთა სამინისტრომ თუ ქვეყნის მთავრობამ ეს სიმართლე, მაგრამ ვერ მიაქვთ და არ მიაქვთ თუ რა ხდება მე არ მესმის თუ სუსტები არიან ამ სფეროში. მე შეგახსენებთ რომ მარკო რუბიომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა გააკეთა განცხადება რომ ისინი ანტიამერიკული მთავრობის მიმართულებით თუ კი ეს გადაწყდება სათანადო ზომებს მიიღებენ და მთავრობას ფასის გადახდა მოუწევს ამასთან დაკავშირებით. ქართულ ოცნებაზეა საუბარი. გუშინვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი გამოეხმაურა ტრამპის თანაგუნდელს მარკო რუბიოს და ბრძანა. სად არის ამ ანტიამერიკული ხელისუფლება საქართველოში? ჩვენი პრიორიტეტები სრულ თანხვედრაშია ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან. ასე პასუხობს მაკა ბოჭორიშვილი. ზარია ეთერში გისმენთ, სად არის ოქროს შუალედი, რომ ჩვენ მსოფლიოსთან ტრობაში არ ვიყოთ, მაგრამ დიპლომატიასაც ვინარჩუნებდეთ და ამავდროულად სუვერენიტეტსაც. როგორი ცუდად ისმის თქვენი ხმა, როგორი უნდა იყოს? ნეიტრალური, ამერიკა არც რუსეთი, ყველასთან თანაბრად კეთილმეზობლია. ეს იურიდიული საბუთი დევ შემოგარგონდა. მოდი ახალდოელო საბეს ნუ გამოიგონებთ. ქართველ ხალხს ერთ კაცობრიობას აქ ეგ საბუთი, იურიდიული საბუთი ხელმოწერები და ხილობები ჩატარებული და თუ ეს არ განხორციელდება, საქართველოს კი არა დედამიწას არ ეშველება. აი ეს არის ჩემი. აი ძალიან სწორი რა ბრძანეთ თქვენ, ნეიტრალიტეტის თემა შემოიტანეთ და ჩემი აზრით ეს უმნიშვნელოვანესია და ძალიან კარგი იქნებოდა ქვეყნისთვის. დიახ, შემოგარგო მომიშვიდე დოდიში გავიმეორდებ. ქართველ ხალხს ეს უნდებს ეგ საბუთი, ყრილობები ჩატარებულია სამგზის საქართველოს ნეიტრალიტეტის განსაკუთრებული სტატუსით. არც ამერიკა, არც რუსეთი ყველასთან თანაბრად კეთილ მეზობლურად. ეს იურიდიული საბუთი გამოვიყენეთ თორე ეს დაღუპისა, ვერც ამერიკა გვიშველიშვენა, ვერც რუსეთი. დიახ. მადლობა თქვენ ამ სწორი პოზიციისთვის.
ნეიტრალიტეტი, ყველასთან ნორმალური ურთიერთობა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა საქართველოს და ჩვენი სახელმწიფო ინტერესები. აი, ასე უნდა იდგეს ნამდვილად საქმე და მადლობა ჩვენს ბრძენ მაყურებლებს ასეთი შეფასებისთვის, განსაკუთრებით აი ბოლოს არის ავტორმა შემოიტანა ეს თემა და მას მადლობა. 557 88 95 რა უნდა იყოს ის ოქროს შუალედი, რომელიც ჩვენ არ დაგვაკარგვინებს სუვერენიტეტს, თვითმყოფადობას და ამავდროულად არ დაგვაპირისპირებს მთელს მსოფლიოსთან და არ მოგვაქცევს იზოლაციაში, ხო? აი ტრამპის თანაგუნდელის ეს განცხადება, მარკო რუბიოსის სახელმწიფო მდივანი ეს არის იგივე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ხო, ვიცით ყველა ამერიკაში და ეს არ არის უბრალო განცხადება. ეს არ არის ხელწამოსაკრავი განცხადება, ასე ვთქვა, ძალიან სერიოზული იყო, მაგრამ მე ვხედავ აქ ერთ ფრაზასაც რუბიოს განცხადებაში, ჩვენ ვსჯელობთ დამატებით ვარიანტებზე და დამატებით შესაძლებლობებზეო. ანუ ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული შანსი, შესაძლებლობა, რომ დავლაგდეთ ურთიერთობა ნორმალური გქონდეს ყველასთან, არ გადავეკიდოთ და მტრობაში არ ვიყოთ და ამისთვის დიპლომატიაა საჭირო. ის კი არა რომ ვეჩხუბოთ ყველას და ყველასკენ თითი ვიშვიროთ. და ამავდროულად ჩვენ ყველას გვინდა ჩვენი თვითმყოფადობის და სუვერენიტეტის შენარჩუნება. და ეს ერთმანეთთან თანხვედრაში უნდა იყოს. არა ისე რომ გავმიჯნოთ მაინც და მაინც სუვერენიტეტს თუ ვინარჩუნებთ მოსკოვთანაც, თეირანთანაც, ბრიუსელთანაც და რა ვიცი, ვაშინგტონთანაც მტრობაში უნდა ვიყოთ. ზარია ეთერში. ხაზი ვარილია. ხაზზე ბრძანდებით, გისმენთ. იცი რა, დედაცვალე, მე ხლა ცოტა მოკლედ გეტყვით, საერთოდ ჯერ მარკო რუბიოს ნათქვამი რა არის, ხლა რა უნდა დაიარდეს კიდე რამის ყველაფერი გამოულოყო ამერიკასა და ევროპასა და ყველას. ერთი რა ეს ხო ნათქვამი სიტყვაა, რომ ისინი ჩვენთან არ არიან. მაგას ლაპარაკი რაც უნდა. რა უნდა გააკეთო, რამდენი ახალგაზრდების შემცირეთ, სამშვიდობოში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ყველაფერში. ეს ერთი. ეხლა მეორე. როგორ შეიძლება ეს პრიბალტიკის ქვეყნები ჩვენ სანქციებს მისცემენ? დიახ. და ჩვენ კიდე აღარ ვიცით რა ვქრათ, იმეთი გათხოვილი კაცები მოდიან და ჩვენ აქციებზე დგანან საქართველოში. აი როგორც ისინი ვიკეთებენ, რომ გავუკეთებ ჩვენსა ამოვაწყავთ ციხსა და გავრეკავთ. აი მაშინ იქნება საქართველოს გამარჯვებული და ნეიტრალური. ნეიტრალური ჩვენ არასდროს ვიქნებით. მოიძახით ღირსებით იქუნაშები და ღირსებით ისინი გვაგინებენ, ჩვენ ღირსებით შევდივართ. სადაური რა არის კაცო? რანაირ ესენი გახდნენ დასავლეთის აი ცოტა გურბათ როთქვა შინელები. აი ესეთი ჟარგონი თუ არსებობს. დასავლეთის შინელები, ასრულებენ თვითმფრინავებას, მეცნიერებს ჩვენ კი გვატყუებენ, აი ესე ვქენით, ისე ვქენით. აი მისიე ტრამპი, ეროდებოდნენ მოვიდაგე ტრამპი. ხო, 20 ივნისამდე გავძლოთო და გაძლეს 20 ივნისამდე იანვრამდე და მეტიც. მოვიდა კაცო, ყველაფერი. ამისთვის უნდა ამონახოთ გზები. ამისთვის საჭიროა რუსეთს დაველაპარაკოთ. საბჭოთა კავშირის ქვეყნებს დაველაპარაკოთ ისევ ხელახლა ისვენ ჩვენცხარეზია. ჩვენს გვერდზე მდებარე ქვეყნებს დაველაპარაკოთ ეს კავკასიის ქვეყნებს და დავლაგდეთ აქვე. მე იქ როცა დაგჭირდება, იქ მე თვითონ დაგვიძახებენ თუ საჭირო იქნება. თუ არ იქნება და ახაც კარგად დავაწყოთ. აი, მადლობა თქვენ ზარისთვის, საინტერესო ზარი იყო. კარგი მაგალითი ალბათ არ იქნება აქ აზერბაიჯანი, იმიტომ რომ აზერბაიჯანში ძალიან ბევრი პრობლემაა ის, რომ სასამართლო არ არსებობს და მოუკიდებელი ჟურნალისტებს რა ვიცი ქუჩაში კლავენ და ასეთი ფაქტები არსებობს, რამე განსხვავებულს თუ იტყვი მაშინვე გიჭერენ და ასე შემდეგ. მაგრამ მიუხედავად ამისა აზერბაიჯანმა მოახერხა ის ალიევის ხელმძღვანელობით, რომ მას პატივისცემით უყურებს ამერიკაც, ევროპაც და ყველა. დიპლომატიურ გზას მიაგნო ალიევმა თავისი სიბრძნით, რომ ასე არ ეკცევიან როგორც ქართულ ოცნებას, მაგრამ აქ მე ქართულ ოცნებას ვერ ვამართლებ მაპატიეთ. იმიტომ რომ ქართული ოცნება თავის მხრივ ცალკე საუბრობს, რომ სად არის ანტიამერიკული ხელისუფლება საქართველოში? ანუ ანტიამერიკული არ ვართო, პირიქით პროამერიკული ვართო ამბობენ. ჩვენი პრიორიტეტები სრულ თანხვედრაშია ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან. ეს მაკაბოჭორიშვილის განცხადება. საგარეო საქმეთა მინისტრის ცოტა ხნის წინ
კვლავ ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა, რომ გადავტვირთოთ ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან. გადავტვირთო არას ნიშნავს, ხომ პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას ურთიერთობის. ანუ თან ქართული ოცნება ამბობს, რომ მე მინდა დასავლეთთან ყოფნა, ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მინდა, მეგობრობა მინდა ტრამპის ადმინისტრაციასთან, მაგრამ თან პრობლემები აქვს იმაში, რომ დიპლომატიური გზით იმოქმედოს. მაგალითად, უხეში წერილი მისწერეს ტრამპს, ხო? მოდით ეს სიმართლე ვთქვათ. პათოსი იყო უხეში, თორემ იგივე შინაარსის თქმა უფრო ლამაზი სიტყვებით შეიძლებოდა. და აქ ეშლებათ, ბევრი რამ ეშლებათ. გონიათ, რომ ყოველთვის ყველაფერში თავად არიან მარტო მართლები. და ეს ასე არ არის ხშირ შემთხვევაში. მე შიდა საკითხებსაც გულისხმობ აქ. მორიგი ზარია ეთერში, გისმენთ? ალო. გამარჯობა. გამარჯობათ. ბატონო ილია. დიახ. ეხლა თქვენ გჯერავთ, რომ ამერიკა ჩვენზე ზრუნავს? არა, არ მჯერა. ხო და შემოგევლე, ამე გლობალისტების მიზანი რა არის? მთელი ქვეყანა, სოფლიო მთელი ქვეყნები დაიმორჩილონ. პატარა ერები გააქრონ და ამერიკას ჩვენი აინტერესებს საქართველები კი არა, ადრე ჩვენი მიწა და გეოპოლიტიკა. სიცხვილე არ არის ამაში მთავრობას რო არ დაუდგეთ, გვერდზე კაცურად დგანან ჩვენები, კაცურად. ოდა დაუდგეთ გვერდზე და გაიმართება ხალხის და ყველაფერი, კაცო არ შეიძლება ესე. გასაგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებას იძლევა გეოპოლიტიკა. და არ შეიძლება ესე შენი მეზობელია რუსეთი, შენი მეზობელია აზერბაიჯანი, სომხეთი და ასე შემდეგ და თურქეთი. რა უნდა ამერიკას ჩვენთან? ამერიკას უნდა მისი მონები ვიყო და აინტერესებს ჩვენი გეოპოლიტიკური ფართობი. მორჩა გათავდა. მადლობა თქვენ. დიახ, მადლობა თქვენი სათქმელისთვის. გავიგეთ, რისი თქმაც გნებავდათ. 557 88 55 თქვენი აზრით რა უნდა იყოს ოქროს შუალედი, რომ საქართველოს ნორმალური ურთიერთობა შეინარჩუნოს მსოფლიოს ქვეყნებთან და ამავდროულად შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და თვითმყოფადობა. ასეთია დღეს ჩვენი შეკითხვა. ძალიან საინტერესოა ჩვენი რადიო მსმენელების და ტელემაყურებლების შეფასება, ასე რომ ვიღებთ თქვენს ზარებს, გისმენთ დიდი ყურადღებით და რა თქმა უნდა, ამავდროულად შეგახსენებთ ფაქტებს, რომელიც ბოლო დროს ცნობილი ხდება, აი მაგალითად მარკო რუბიოს განცხადება იყო გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, რომელიც ტრამპის მეგობარია, ტრამპის უახლოესი გარემოცვის წევრია. ჯერჯერობით ჩანს ასეთი სურათი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება არც თუ ისე კარგად არის განწყობილი დღევანდელი მართველი გუნდის მიმართ. გვახსოვს, რომ ქართული ოცნება გვეუბნებოდა, რომ 20 იანვრამდე მივაღწიოთ უნდა და შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება. არის თუ არა ახლა ყველაფერი კარგად საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით? რა უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენი სუვერენიტეტით შევინარჩუნოთ და ამავდროულად მსოფლიოსთანაც ნორმალური ურთიერთობა გქონდეს ყველა ქვეყანასთან, ნებისმიერთან. გისმენთ, ზარია? ილია, გამარჯობა. გამარჯობა. შემოსაყვარელო, ეხა ილია მე რო ეს არ თქვა რა, მეწყინება ძალიან თუ არ მომისმენ. ეხლა რა ხდება იციშვილო? რეალობიდან ვერ გამოვედით. აი ზღაპრი იყო და არა იყო რა. ისე ვართ ეს საქართველოს ხალხი. მე ვერ გავიგე. რა მოგვეწონა იმ მარკო რუბიოს განცხადებაში, რომ ჩვენთვის თავდადებული იქნებოდა ამერიკა თუ რა. ამერიკის მეტი არ არის სოფლიოში არავინ, კაცო, როგორ ვართ გაგიჟებული და ჩამოკიდებული მაგ ქვეყანაზე. საკმაოდ დაგვაქცია მაგ ქვეყანამ, საკმაოდ. მე კი უნდა მივხვდეთ ამაზე რა. ვიყოთ კი ბატონო, გამარჯობა, გაგიმარჯოს, მაგრამ ეს ჩახუტება რა აუცილებელია, ვერაფრით ვერ ახსები. მაგათ რატო არ ენანება ღაზაში რომ ბავშვებიც ეხოცებიან იცას რომ ბომბავენ და ის ტერიტორია უნდა, რივიერა უნდა და რაღაცა. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? გამარკვიეთ. ჩვენზე რაზე იდარდებს ამერიკა? გამარკვიეთ. ბოლოს და ბოლოს ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობა თუ არ დავამყარეთ რუსეთთან, არაფერი არ გვეშველება, დავიღუპეთ, ჩემო კარგო, დავიღუპეთ. აი მაგაშია საქმე. ხო.
კარგი გენაცვალე, მე ახლა ნეიტრალიტეტზე კიდევ რა მოგახსენო, ეგ ხო ზღაპარია რა. კარგი გენაცვალე. მადლობა თქვენ ზარისთვის ქალბატონო. ამერიკის შეერთებული შტატები არის მოგწონს თუ არა ისეთი ქვეყანა, რომელიც დიდ ბერკეტებს ფლობს. და ამ ბერკეტების გამოყენებით შეუძლია ძალიან დააზარალოს საქართველოს ხელისუფლებაც და თავად ქართველი ხალხიც. სანქციები ავიღოთ, მაგალითად ერთ დღეს თუ დაუწესებენ საქართველოს მნიშვნელოვან სანქციებს, ჩვენ პლასტიკური ბარათებით თანხის გადახდას ვერ შევძლებთ საერთაშორისო ფრენებში მონაწილეობას და ჩვენს ავიაკომპანიებს თუ სხვა ავიაკომპანიებს აეკრძალებათ საქართველოში შემოსვლა. უამრავი საკითხია, რომელიც ეკონომიკას გაანადგურებს, ჩვენს ემიგრანტებს დააწვება და ასე შემდეგ. ამიტომ ჩხუბი და უბედურება კი არა, რაღაც საერთო ენა უნდა გამოიძებნოს ისეთი, რაც ჩვენც არ დაგვაზარალებს და არც თქვათ მათ განარისხებს, ხომ რაღაც ასეთი. დიპლომატიაზე მაქვს მე სწორედ საუბარი. თქვენ რუსეთი ახსენეთ და რუსეთის მიმართულებითაც არაფერს არ აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება, ხომ? აი დაიწყოს დიალოგი, გახსნას დიალოგის ფართო მაგიდა. პირველი თემა წამოაყენოს ის, რომ ჩვენ ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღვადგინოთ. არც რუსეთისკენ დგამენ ნაბიჯს, რომ აი ამ თვალსაზრისით მუშაობა დაიწყოს. იქით ტრამპს ეჩხუბებიან, აქეთ შიგნით ჩვენ გვეჩხუბებიან, რომ სიღარიბეზე და სოციალურ პრობლემებზე ვსაუბრობთ და აბა ნაცები ხართო თქვენო, თუ კი ჩვენ გაგვაკრიტიკებთო. რაღაც ჩაკეტილი წრე შეიქმნა, არაფერი არ უნდა თქვა, არაფერი არ უნდა გააკეთო. რაც არ მოეწონება ხელისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ან ნაც დაგიძახებენ და მეორეს მხრივ გაგრიყავენ ყველა ფრიდან და ყველანაირ არსებობის შესაძლებლობას მოგისპობენ და ცუდი რაღაც ხდება ახლა საქართველოში და ამას კარგი გააზრება სჭირდება. ამიტომ ვსვამ მე ასეთ შეკითხვას დღევანდელ გადაცემაში ბრძნული პასუხები შემოდის ჩვენს ეთერში, მაგრამ მე ყველას ვთხოვ, რომ ვიდრე დაგვიკავშირდებით, კარგად დაფიქრდეთ, რა იქნება ოქროს შუალედი, რომ მსოფლიოსთანაც გქონდეს ნორმალური ურთიერთობა და მტრობაში არ ვიყოთ მსოფლიოს ქვეყნებთან და ამავდროულად შენარჩუნებული გქონდეს ჩვენი თვითმყოფადობა, ჩვენი სუვერენიტეტი. აი ეს არის ჩემი შეკითხვა დღეს გადაცემაში. გისმენთ? გამარჯობათ, მოგესალმებით. გამარჯობა, ქალბატონო. გამარჯობათ და ფათაშორის ახლა ამერიკას მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით აი ესენი ახლა ამასაც ვიტყვი რომ მიჩვეულები არიან წლების განმავლობაში ჩვენი მთავრობების მართვას. ევროპა ამერიკის მითითებით იყო ყველანაირი დავალება შესრულებული საქართველოში, რასაც მოვესწარით ჩვენ და რასაც არ მოვსწრებივართ, ეს კიდევ არ ვიცით. რაც შეეხება ჩვენ მთავრობამ ახლა რომელ ქვეყნის მთავრობას და რომელ ქვეყანას უნდა გაუწიოს მტრობა. რა იარაღია აქვს ამათ ისეთი, რომ მტრობა გაუწიოს სხვადასხვა ქვეყნებს და თუნდაც ამერიკას. თვითონ ამ მთავრობასაც ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ამერიკასთან და მათი დავალებით მუშაობდნენ. ბოლო 2 წლის განმავლობაში შეიცვალა მათი საუბრის ასე ვთქვათ აქცენტი და ჩვენმა მთავრობამ რაც მისწერა მათ, ნუ ახლა მე მათ გამონათვალში ვერაფერი ცუდი ვერ დავინახე. პათოსი იყო ცუდი, უხეში მიმართვები იყო ძალიან ისეთი არადიპლომატიური. ახლა დიპლომატიის ენა სხვა არის. მაგალითად ახლა მე არასოდეს არ გამიმართლებია ეს მთავრობა ქართველი ხალხის წინაშე, მაგრამ როგორც ასეთი, როგორი ოქროს შუალედი უნდა ჩამოდგენ და ეხა აი საინტერესოა. ხო, როგორი ოქროს შუალედი ხა თვითონ რას იკხოვენ ისინი? აი ეს არის თავარი და ეს არ ვიცით ჩვენ ქართველ ხალხმა. რას იკხოვენ, რა უნდა? თუ ჩვენ გეოპოლიტიკაში ჩარევა უნდა, მათ ამის უფლება არ აქვს. არა, რა თქმა უნდა. დაგვაჯახებს სოფლიოზე ყველაზე დიდ ბირთვულ ქვეყანასთან, ეს არის რუსეთი. ეხლა ჩემი აზრით, მათ რა უნდა? უნდა აი ეს რომ ჩვენ გქონდეს აი ამ პატარა ქვეყნებს გქონდეთ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს რუსეთთან დიდი დაპირისპირება და აქვთ აი ასეთი მხედველობა მათ რომ ამით რუსეთი ასე ვთქვათ დასუსტდება და შემდეგ თვითონ გაერევიან ეს ვიცით ქალბატონო, ახლა შეკითხვა მაქვს თქვენთან. კმაყოფილი ხართ თუ არა ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკით და დიპლომატიური სფეროს წარმომადგენლების მუშაობით?
ეხლა მე რა მინდა რომ თქვა, არ შემიძლია რომ ეს არ აღვნიშნო, მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან ბევრი კრიტიკით გამოსულ ვარ ჩვენი მთავრობის წინააღმდეგ, ეს მე არ ვამბობ მხოლოდ ჩვენი მთავრობის მიერ გადმოცემით. ეხლა არ ვიცი ინგლისური, მაგრამ კეთდება თარგმანები, როდესაც გამოდიან ევროპის ლიდერები და ამერიკის ლიდერები და ლაპარაკობენ, რომ აუცილებლად უნდათ რომ მათ ჩვენ ჩართულიყავით სანქციებში, როდესაც სანქციები შემოიღეს და ეს სანქციები ჩვენ რა სანქციები უნდა დაგვეწესებინა რუსეთისთვის არ ვიცით. მე მეორე კიდევ ზუსტადაც 100-დან 100%-ით უნდათ მათ რომ ჩართულიყავით ომში და აქედან მეორე ფრონტი გახსნილიყო. ძალიან კარგი პოლიტიკა დაიკავა ამ შემთხვევაში ჩვენმა მთავრობამ. დანარჩენი ახლა ჩემი აზრია, რომ დიპლომატიური კავშირი უნდა აღდგეს რუსეთთან და ნატო, რომელიც უწევიათ კონსტიტუციაში, ეს უნდა იქნას ამოღებული. რაც შეეხება ამერიკასთან ურთიერთობას და მეგობრულ ურთიერთობას, ეს ტურისტული იქნება თუ განათლების მიხედვით იქნება, თუ შეთანხმდებიან, ამაში შეთანხმდებიან, მაგრამ თუ ამერიკას იმის სურვილი აქვს, რომ გეოპოლიტიკაში ჩაერიო, საერთოდ უნდა გაწყვეტს ურთიერთობა, იმიტომ რომ არანაირად არ შეიძლება. ეხლა ლავროვმა გააკეთა განცხადება, რომ თქვენს გექნებათ, რა თქმა უნდა, ინფორმაცია ამის შესახებ და მე არ ვიცი ამის მიხედვით ვინმე რუსეთს უნდა შემარხვას. უბრალოდ ამბობს ეს კაცი, რომ ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს ისევ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან ერთად. აი უბრალო ენით აქვს დიდი მხოლოდ ნაი ასე. არ არის გადადგმული ჩვენი მთავრობიდან ეს ნაბიჯით. მადლობა. უნდა გადაიდგას და შევხედოთ სიტუაციას, გათო იქნებ უკეთესობა ხდება და თუ არ მოხდება უკეთესობა და ამასაც დავინახავთ. რა გვინდა რომ დავდივართ? დიდი მადლობა. ბევრი ზარი აქვს ალბათონო მაპატიეთ და სხვა ზარებიც უნდა მივიღოთ. კარგად თუ დავინახავთ, ომში არ ჩართულა არც მოლდოვა, რომელსაც პროდასავლური ხელისუფლება ყავს, არც ლიეტუვა, რომელსაც ანალოგიურად პროდასავლური ხელისუფლება ყავს. არც ერთი ქვეყანა არ ჩართულა ამ ომში, არც ერთი მსოფლიოში, რუსეთის და უკრაინის ომში. ასე ღიად საომარი მოქმედებების დონეზე და რა ვიცი, ჩვენმა ხელისუფლებებმაც თუ ახლა სიგიჟე არ გამოიჩინა და რაღაცა ავადმყოფური ქმედებები რომ არ ჩაიდინა, ამისთვის როდემდე უნდა ვუხადოთ მადლობა. ერთხელ და ორჯერ ვთქვით, რომ მადლობა ბატონო, რომ გიჟები არ ხართ და ომში არ გაიქეცით და რუსეთს თავს არ დაესხით, მაგრამ მთელი ცხოვრება ამის გამო მადლობას ვერ ვეთქვით. ვიმეორებ, მოლდოვა, ლიეტუვა და სხვა მრავალი ქვეყანა არ ჩართულა ომში. ის კი არა, რუსეთის მხარდამჭერი ქვეყნებიც, რა ვიცი, ბელორუსი ავიღოთ, აზერბაიჯანი ავიღოთ, რომელიც გინდათ, არც ისინი ჩართულან ომში. ყველას ეყო რაღაცა თავშეკავება და ახლა გვაპატიეთ, მაგრამ ეს ომის თემა მუდმივად აღარ გამოადგება ხელისუფლებას. მადლობა ზარის ავტორს, მორიგი მაყურებელი თუ რადიო მსმენელი რეკავს. დაიწყეთ გთხოვთ. გამარჯობა. თქვენ დასვით ასეთი შეკითხვა რო ოქროს შუალედი თუ მოიძებნებაო. ხო სწორია ბატონო ილია. დიახ. ასე. მე თავიდანვე ამას ვიტყვი, რომ ჟობს მონობაში გადიკაცებულ თავისუფლების ძებნაში მკვდარი. არის ასეთი ფრაზა არსებობს. ამიტომ ჩვენმა მთავრობამ უნდა დაიკავოს ძალიან მტკიცე პოზიცია. არავით არის ცალფეხზე დგომა, არავით არის დათმობა. თუ გადავხედავთ ამერიკის მოქმედებას, რა გაგვიკეთეთ მითხარ? მაგრამ იცით რა, სიბრძნე და დიპლომატიაც ხომ უნდა გამოირჩინონ, არა? ახლა ამერიკას ვერ დაუწყებ ომს, ვერც რუსეთს დაუწყებ ომს. დიპლომატია, სიბრძნე, ოქროს შუალედი, ამაზეა საუბარი. კი ბატონო, მაგრამ თუ ხედავ რომ იმასთან არაფერი არ გამოგდის, ამიტომ უნდა დაანებოთ თავი. თუ არაფერი გიცდია? ჩვენ იმდენი გავიღეთ ამერიკისთვის, იმდენი გავიღეთ, მეტი როა შეიძლება. რომელ ქვეყანას ყავდა ამდენი ჯარისკაცი გაგზავნილი ომში და ვის დაეღუპა ამდენი? რომ დაგვეღუპა. გეთანხმებით 100%-ით. ერთი ქუჩა გააკეთა. ერთი პატარა ქარხანა აშენა. რა გვემართლებიან ვერ გავიგე. გვემართლებიან რა არის კიდევ აგეთ? ჩვენი მეზობელი არის რუსეთი. ძალიან კარგად იცით ჩვენ აღმოსავლეთ დასავლეთის გზა. ორთან რომ გამოიყვანოს ერთი ტანკი და ორი სამხედრო დააყენოს ავტობაზზე. გაითიშება თუ არა აღმოსავლეთ დასავლეთის საქართველო.
სამწუხაროდ ეს მოხდება, ოღონდ ღმერთმა გვაშოროს და აქაც დიპლომატიური გზაა საჭირო. რუსეთთან რატომ არ იწყებენ თქვა დიალოგს? რის ეშინიათ? ამავდროულად ვერც ამერიკასთან ალაგებენ მდგომარეობას, რომ დიპლომატიური ურთიერთობა არსებობდეს და არა მტრობა. ვერც ერთ ფლანგზე ეს საერთაშორისო დიპლომატია ვერ მუშაობს. მოდით სიმართლე ვთქვათ, რა დაგვემართა? არ უარგათ დიპლომატია, არ უარგათ ბატონო. დიახ. გავიგე, შეიძლება დიპლომატია არ უარგათ, მაგრამ ხომ ხედავთ რა საკეთებენ ეს ნაციონალური უშინდელის არქვაც ამბავი ნახეთ თქვენა? დიახ. ამერიკაც დაეცხნენ თავს. აბა ერთი რუსეთთან ვინმე დაასრულოს ენა ლაპარაკზე რა დღეში ჩაგაგდებენ მაგეთ არა და რუსეთიდან იღებს ხოშტარია ფულს რუსის დედაყოლია იმ გოგოს გუში რომ ზალქვას დაპირისპირება ქონდა აი ესეთი ხალხია ატეხავენ ერთ ამბავს ფული აქვს ლობისტები აქვს აიქიდან ხარს უჭერენ ამერიკიდან დიდი მადლობა თქვენ დიდი მადლობა ეს უკვე სულ სხვა თემაა მოდით ზარქუას ზუგდიდურ ინციდენტს ნუ შევეხებით ახლა იმიტომ რომ შემდეგ შეგვეცვლება მიმართულება საუბრისა ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს ჩვენი ინტერაქტივი დღეს უსვამთ ასეთ შეკითხვას რა უნდა იყოს ოქროს შუალედი რომ საქართველოს შეინარჩუნოს თვითმყოფადობა სუვერენიტეტი გახდეს ძლიერი ქვეყანა განვითარდეს და ამავდროულად დანარჩენ მსოფლიოსთან ჰქონდეს ისეთი დიპლომატიური ურთიერთობა რომ ბოლოს იზოლაციამდე არ მიიყვანოს ქვეყანა, ხომ? აი ეს არის ძალიან საინტერესო და აქ პასუხებია მართლაც საინტერესო. ასე ცალსახად ნუ მოვეკიდებით ამ თემას, რომ ან რუსეთი გვინდა, ან ამერიკა, არც ერთი არ გვინდა, პირველ რიგში საქართველოს და საქართველოს ინტერესებია. სხვებთან უნდა დავამყაროთ რაღაც დონის ურთიერთობა და აქ საჭიროა სწორი დიპლომატია, სიბრძნე, გამოცდილებაც მოდით გნებავთ და ამ გამოცდილებას ვინც ყავს ჩვენ ქვეყანაში, ვისაც აქვს ამ სფეროში ცოდნა, მე ვერ ვხედავ რომ ეს ხალხი გვერდში დაიყენა ქართულმა ოცნებამ. მიტიც გარიყა და მოიშორა ის მებრძოლი სახეები, ის გამოცდილი სახეები, ვინც ყავდა და ხელში ჩაუგდო მართვის ბერკეტები ისეთ ადამიანებს, რომლებსაც არც საერთაშორისო დონეზე მუშაობის გამოცდილება აქვს და არც ბრძოლის ისტორია აქვს. ჩვენთან ერთად 2011-12 წლამდე მათი ბრძოლა არ მახსოვს მე, იმიტომ რომ ყველა აქციის მონაწილეა და თქვენც, ჩვენი მებრძოლი მაყურებელი და რადიო მსმენელიც, ვინც ჩვენთან ერთად იბრძოდა და ერთი დღე და ერთი წუთით არ გავჩერებულ ვართ და არაფრის არ გვეშინოდა. ზარია ეთერში, გისმენთ? მოგესალმებით. თქვენი დიდი მუშაობები და თქვენი აუჩერებია აი ფინალიზოებო. მერანტი ხასები როიდი და ეს ვეროთაზე დაიბაზე. და თქვენი დაუყოვნე გლარი და იმასთან და დედასტრის მერანტი საერთოდ აი რა ვიცი მე ასეთი ძალიან ცუდად ისმის თქვენი ხმა. დიახ, დიახ. სამწუხაროდ. აი პეტრანდელი აუჩერ კი ხალი გიეკავდა თქვენმა გერუბნებოდა რომ ტონი არ მოწოწოინია მე თვითონ დასავლეთ დადიგროფიკაობიდა ჯო და ტონი გასო 30 წელია ჩვენი მეგობრები არიან დილია აქ ვიზო რეჟიმი აქ ის ავღანეთში ამდენი ხალხი ჩაგვიხოთეს პირველ ადგილზე ვიტავით ამ საკრეფორისა დაჟიო დაკონსერვებდნენ ხალხი ჯალი დიდიგან შეკაშკო აბიედო ეგეოებს სამწუხაროდ დაკონსა ჩემი ბიზნესის ფალია სამოცილი ავღანეთში მომკაცი ბიდოთიდან საფორდა ამაზე თქვენ დაახმარებით არ არის ისტორია ვის ვეხმარებით უკაცრავად ვერ გავიგე ვის ვეხმარებით ვის და რეებში შეტანილი გატარებაზე ვერ გავიგე მაპატიეთ კითხვა მაქვს კითხვა მაქვს ვის ვეხმარებით ჩვენ ქართველი ხალხი უნდა დავიდეთ უკან ჩვენ ბრმები კი არ ვახსოვთ თუ არ შედის სტრატეგიული პარტნიორი ამ ვიზო რეჟიმი ავტოფიკაცი ვარ 70 წელს გავალთ ბოლო მიმკურნალეთ გადაგიხდით და გამიგვიო რა ვაკვალებ რამე ვიზები რამელი საუკუნეა და არ არის მე ასე მგონია შემორიდია და თქვენ ბესმახეთ გესმით ჩემი ხმა თქვენი ხმა მესმისია აი მაინტერესებს თქვენ რო ეხმარებითო ეს ჩვენზე თქვით თუ რაღაც სწორად ვერ გავიგე ვის ეხმარებით არ ვეხმარებით ბოლოს დიდევრებო თქვენ განეთ რო იქალ უხარო ტონი არ მოწონს ამათი რატო არ მოწონს ასო მეგობარია ჩემი გაიგე
და NGO-ებს კაპიტან გიგაუს დასწრდა ინიციატივა აი იცით რა ეს ტრამპის ადმინისტრაციას არ ეხება ტრამპი ხომ არ არის ის კაცი ვინც ამას აკეთებდა რომოვიდა ილია გენესვალე სასვეცი სიხარული დროესკაცი რა თქვენია თვითონ ზირმარა რატი შეგაწყო სიმპერარულო ქართული დოქტორი მიყარხალობა შეგაწყო კაცო თულებოვარი არის ეს პროლიაქტი რა არის კაპიტან გიგაური აქტიურ და სტერატეგიო გიგაური ფუაზე მუშაობს ის რა ქვეყანა და ეს არის ყველაფერი მოჩვენებითი ერთ ლაპარაკობენ და მეორე საკეთებს. რა თქმა უნდა, ერთმანეთის გვერდით უნდა დავდგეთ, მეორე აზრი არ არსებობს. 5-7-88-55-98 პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რამდენიმე თვის წინაც თქვა, ახლაც ბოლო კვირებშიც გაიმეორა, რომ ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ მოვახდინოთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვა. თავის მხრივ კი საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრძანა, რომ სად არის ანტიამერიკული ხელისუფლება საქართველოში, ჩვენი პრიორიტეტები სრულ თანხვედრაშია ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან არ ვართ ანუ ანტიამერიკულიო პირიქით თანხვედრაში ვართ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკასთანო მაკა ბოჭორიშვილი ამბობს შეგახსენებთ რომ გუშინ ჯო უილსონის შეკითხვის პასუხად ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ტრამპის მეგობარმა და თანაგუნდელმა მარკო რუბიომ განაცხადა ჩვენ ამას ასე ვუდგებით არის თუ არა ჩვენი ეროვნული ინტერესების ფარგლებში რომ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ რეგიონში ანტიამერიკული მთავრობა მართავდეს ქვეყანას თუ არა მივიღებთ შესაბამის ზომებს რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს ზარია ეთერში გისმენთ ზალიო მოგესალმებით, გამარჯობა. გამარჯობა, გენაცვალე ილია. პირველ რიგში მინდა გითხრა, რომ მე თქვა დაახაროს ამ ქვეყანაზე ის ოჯახი, სადაც აღიზარდე, ჩემო ილია. ასეთი გამოყალიბებული, ჭკვიანი და ყველაფერს გისურვებ, გენაცვალე. დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა. ეხლა მინდა ჩემი აზრი ვთქვა. მე ედუარდ შევარდნაძის შებადიდებას არ მოუყვები, მაგრამ რაც ქონდა კარგი ეს დიპლომატიური ნიჭი, უმაღლესი დონე. ამას ყველა აღიარებდა სხვათა შორის მთელი მსოფლიო. მოგწონს თუ არა შევარდნაძე, ეს ფაქტია. აი მოგწონს თუ არა, მიუხედავად ეს ყველაზე მთავარი თვისება, ჩემი აზრით, როდესაც ხარ პოლიტიკოსი. ეს არის უმთავრესი და ქონდა იმ კაც შევარდნაძეს, რასაც ვერ ვიტყვი სამწუხაროდ დღევანდელ ხელისუფლებაზე. ისეთი საბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენ ხელისუფლების წევრებს თავი აქვს ჩაღუნული, არაფერი არ აინტერესებთ, ოღონდ რაც შეიძლება მეტი დაეგროვოს. არც ხალხის საჭიროება, არც ვიმესთან ურთიერთობა. თორე ნორმალური ხელისუფლების პირობებში რუსეთთან რამდენიმე წლის წინ დაიწყებოდა ეს მოლაპარაკება. თითქოს ვიღაც ისე შინიათ, რომ რუსეთთან რაღაცა ეს მოლაპარაკება ასე არ შეიძლება და ოქროს შუალედი ჩემი აზრით ის იქნება, რომ ნორმალური ღირსეული მთავრობა ყავდეს საქართველოს და დაარეგულირებს ყველაფერს ჩემი აზრით. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ საინტერესო შეფასებისთვის. მნიშვნელოვანი რამ თქვით თქვენ, რომ სწორედაც რომ დიპლომატიაშია მთავარი გასაღები. შეიძლება დიპლომატია მტერი ქვეყანაც კი მოყვასად თუ არა რაღაც ნორმალურ ვითარებაში თანამშრომლობამდე გადაიყვანოს და აქ ჩვენ ვერ ვხედავთ დიპლომატიას. დიპლომატია ანუ თუ ის რომ გამოდიან ხელისუფლების წევრები და მთელი მსოფლიოს აზრსო ჩალისფასი აქვსო. ნუ გამონაკლისს არ გულისხმობენ ახლა სომხეთს, თურქმენეთს და პაკისტანს არ გულისხმობენ სავარაუდოდ, მაგრამ არ არის ეს დიპლომატიური გზა და სწორი. ვისაც ცოდნა აქვს ამ სფეროში, ასეთი ადამიანები უნდა გამოიყენონ და ქვეყანას აარიდონ თავიდან იზოლაცია. ჩემი აზრით ეს. თქვენ კი საინტერესოა რას ფიქრობთ? რა არის ოქროს შუალედი, რომ არც იზოლაციაში მოვექცეთ, არც მტრობაში ვიყოთ უცხოეთთან, მაგრამ ამავდროულად შენარჩუნებული გქონდეს, რაც ყველას გვინდა.
ჩვენი თვითმყოფადობა, ჩვენი სუვერენიტეტი, რეალური დამოუკიდებლობა გქონდეს. ზარია ეთერში, გისმენთ. გამარჯობა, მოგესალმებით. გამარჯობა. იცით რა მაინტერესებს? აი პირველად როდესაც მოვიდა ოცნება ხელისუფლებაში 2012-წელს. დიახ. და იმის შემდეგ ამერიკა იყო მათი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი? ამ წლების განმავლობაში იყო მათი მეგობარი? არ ვიცი, რა გიხრათ? არ აკეთებდნენ იმას, რაც ქვეყნისთვის საზიანო იყო? მე მგონი ყველაფერს აკეთებდნენ, რასაც ეუბნებოდა დასავლეთი. ანუ ყველაფერს აკეთებდნენ, ხო, რასაც ეუბნებოდა დასავლეთი. და ამ 12 წელს მიხდნენ და მე-13 წელს მიხდნენ, რომ პოლიტიკა უნდა შეეცვალათ? აი ეს მაინტერესებს. აქ არის ნდობის ფაქტორი, როდესაც ადამიანები რეკავენ, რომ მოდით დაუდგეთ გვერდში მთავრობას, იმიტომ რომ ისინი ვაშკაცურად იქცევიან და დაუპირისპირდნენ და მე არ ვჯერა ამ ადამიანებს, იმიტომ რომ გუში სხვა რამეს ლაპარაკობდა, ყობახი და ეროვნული ცნობიერება არ ვიცი რა არისო. დღეს გუში სხვა რაღაც გაცხადებებს აკეთებდა და როგორ შეიძლება გუში, როდესაც ესეთ გაცხადებებს აკეთებდი, რომ ეროვნული ცნობიერება არ იცი რა არის, დღეს გახდი პატრიოტი. არ ვჯერა მე ამ ადამიანები. ანუ ესენი იბრძვიან ძალაუფლებისთვის, რა. ესენი რომ იბრძოდნენ ქვეყნის ინტერესებისთვის, ხო? უმრავლესობა დაუდგებოდა გვერდში, მაგრამ აქ არის ნდობის ფაქტორი. აქ მე პირადად ამჯერა ამ ადამიანების, რომ ესენი იბრძვიან ქვეყნის ინტერესებისთვის. ქვეყნის ინტერესებისთვის თუ იბრძოდნენ, მაშინ პროგრამაში ისიც ეწერა 2012 წელს რომ მოვიდნენ, რომ რუსეთს უნდა დალაპარაკებოდნენ, მაგრამ 13 წელი გავიდა და აბსოლუტურად კი ნაბიჯი არ გადაუდგათ ამ მიმართულებით და ეხლა ის მოახერხოს, რომ რუსეთი ხო გადაწერებული ყავს და დასავლეთის გადაიწერეს. ეხლა მე რა დასკვნა უნდა გავაკეთო? რა ქვეყნის ინტერესებზე ზრუნავენ ესენი? აი რა ქვეყნის ინტერესებზე ვაჭრობენ ვინმესთან, თორე ხელისუფლება იმიტომ ხარ და პოლიტიკაში იმიტომ ხარ, რომ უნდა ივაჭრო ყველასთან, დასავლეთთან, რუსეთთანაც ქვეყნის ინტერესებზე. აი ქალბატონო. არა პირად ძალაუფლებაზე, არა ქვეყნის ინტერესებზე უნდა ივაჭრო და ქვეყნისთვის უნდა იმუშაო რა თქმა უნდა. რა საკვირველია ეს კითხვა მაქვს თქვენთან, ასეთი უნდა იყოს ხელისუფლების მთავარი მიზანი, რომ ქვეყანა მთავარი და ქვეყნის ინტერესი და არა სკამი. აი ასეთი კითხვა მაქვს თქვენთვის. დღეს რომ დასავლეთმა, ამერიკამ, ევროპამ უთხრას ქართულ ოცნებას. გნებავთ კულუარებში, გინდათ საჯაროდ, რომ თქვენ კარგები ხართ, მოდით დარჩით კიდევ ერთი 30 წელი ხელისუფლებაში. ამ შემთხვევაში როგორ მოიქცევა ქართული ოცნება? დაუმეგობრდება ისევ და შეასრულებს ყველა. დაუმეგობრდება. აუცილებლად დაუმეგობრდება. აქ მიდის ვაჭრობა ძალაუფლების გამო. მე დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად დაუმეგობრდება. დიახ, მადლობა. მადლობა თქვენ ზარისთვის. 5-5-7-88-45-88 რა უნდა იყოს ის ოქროს შუალედი, რომელიც საქართველოს შეუნარჩუნებს თვითმყოფადობას, დამოუკიდებლობას, რეალურ სუვერენიტეტს, მაგრამ ამავდროულად არ ვიქნებით მტრობაში საერთაშორისო საზოგადოებასთან და იზოლაციის გზით არ წავალთ. ეს შეკითხვა გვაქვს დღეს. მორიგი ზარია, გისმენთ? გამარჯობა. თქვენ ეთერში ხართ, გისმენთ? გაითიშა სამწუხაროდ, გაითიშა ზარი. შეგიძლიათ ხელახლა სცადოთ 5-5-7-88-55-88 ეს ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია. მართალი გითხრათ, ალბათ ეს ბოლო ზარი იქნება, რომელსაც მივიღებთ გადაცემაში, იმიტომ რომ დრო გვეწურება პრაქტიკულად. დღემშვიდობისა, გისმენთ? ხო, მოგესალმებით. მოგესალმებით. ხო, მიამიტებენ ამერიკის მეგობარია და იმას ვიტყვით, რომ მე მაგთან დაწყაროები, რომ ეს ომი უკრაინაში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ამერიკის ინტერესებშია, რომ მას არ დავთავაზოთ. იმიტომ რომ გეუბნებით 2022 წლამდე ეს ანგლიის გადაგმელი გეგმა ითვალისწინებს, რომ ამერიკოს რამდენი სლავი მოკვდება და ეს იქნება. დაინტერესებენ იმ გოლოდომორის, იმიტომ აიქიეს, რომ 7 მილიონს გადააჭარბებს თუ არა და საუკეთესოდ გადააჭარბებს. ნაცნობობა ჩვენთან თავის კარგია. ეს კარგია რომ ეს ტექნიკა კალიფიკაციის შეიძლება დავრობა. ვიტომედეს ბევრი გადაწყვეტები აქვს ხატრა. და ეკონომიკური მდგომარეობა პირველ რიგში არ ყავს. ეს თვითონაც პირდაპირ პრობლემები ხარია. შერაცხული მხოლოდ ბინგოები ხარა და სადაც მოახერხე პარომა. აი ყოველ შემთხვევაში ფრაზები ცნობლები ვინც არის, რაც არის ფაქტაურობა და ვაბუნდული.
სუდად ის, მაგრამ ალბათ ეთერში გაიგებდა მაყურებელი თქვენ სათქმელს. მადლობა რომ დაგვიკავშირდით. დიდი მადლობა ყველა რადიო მსმენელს და ტელემაყურებელს, ვინც ამ დროის განმავლობაში ჩვენთან იყო. ყველას მშვიდობიან დღეს, საღამოს, ღამეს გისურვებთ უკვე შემდეგ. ნახვამდის ილია ჩაჩიბაია უძღვებოდი დღევანდელ ინტერაქტივს.